Haijamatsagano. Gushuin katso devitsqe ლაპარაკი ამიზა რეიზიას მინდებლერიენდენ ლაპარაკი თუ როგორ ნაკეთო არ ვიცი ხო ესე იგი რაშია ხა ჩემი პრობლემა და ნუ კაი გავიგეთ რომ საეკლესიო სამართლის თუ ის რაღაცა მაინტერესებს ესე იგი როგორ შეიძლება ესე რა საფუძვლები შეიძლება დაედოს თეოლოგიურ ფილოსოფიური საფუძვლები რა დაედოს უკვე ჩვენ საეკლესიო სამართლის ფილოსოფია ღვთისმეტყველებას ასე ვთქვათ რა ის საფუძველზე უნდა აღმოციხა სამართალი მეგობრებო ძირითადად არის ეს სამართალი რომის სამართალი ხა კი იწყება ის ბერძნებისგან მაგრამ საბოლოო ვარიანტით როგორც ის გაფორმდა სტოური ფილოსოფიის ბაზაზე არც კი ნეოპლატონურის არის შესანიშნავი წიგნია რა დაწვრილებით არის მოცემული ყველა კანონი დაწვრილებით აი მელიამ გაერბინა აშკარად დაჭერილი ყავდა ის პატარა ზაზუნები ოხერმა მელიამ დაიჭირა ეს პატარა ზაზუნა და აქ არის აი აქ არიან ბევრი პატარა ზაზუნები აი ეს არის სანადირო ადგილი აქ ნადიროს ძირითადად ეს მელია უკვე ამდენი წელია მელია და სააკაშვილი კი არა ნამდვილი მელია კაცო ხო და აი აქ ნადირობს ეს დაიჭირა აშკარად ჩავლოსო დღეისთვის ეხა ეგერთი ზაზუნა ყოფა 1-2-3 დღე რომ გამოიყვებოს რომ შიმშილით არ მოკვდეს და ძალა ქონდეს სანადირო ამან ამოძებნა ამანაც რაღაცა მოძებნა უკვე ტალახიანი ფეხები აქვს ოკეი ხო და ძალიან მაგარი წიგნია რა სადაც ჩანს აი თითოეული კანონი როგორ იცვლება თითოეულ გადამწერიში რა ესე იგი დროთა განმავლობაში და ხედავთ თუ როგორ ხდება ეს ბიზანტიური სამართლის აი მელიასის აქვს სუნი ეგზო მელიასი სამართალი როგორ იცვლება ნელა წანაცვლდება აი დესპოტიზმისაკენ თუ რომის სამართალი იყო სადაც სამართალი უნდა აღსრულებული იყო თუნდაც რომი დამხობილიყო შემდეგ ნელა იგი წანაცვლდება უკვე რომ ესე იგი განსულიერებული სამართალი არის იუსტინიანე რომელმაც პირველმა შეადგინა კოდიკო ასე იგი კრებული სამართლის კრებული კოდიკო პირველმა შეადგინა და რომელიც ბაზაზეც შემდეგ რომლიდანაც ჩვენ ვიცნობთ რომის სამართალს რა მარტო მაგითი არ ვიცნობთ მაგრამ ძირითადად სწორედ ეგ არის და აი რომის სამართალია ის სამართალი მეგობრებო რომელზეც ყველა სამართალი ბაზირებს ჩვენი სამართალი რაც კი გვაქვს დღეს დასავლურ სამყაროში ყველა სამართალი რუსულის ჩვენი აბსოლუტურად ყველასი რომის სამართლიდან ამოიზრდება და საფუძვლად უდევს ბერძნული ფილოსოფია და მე შემდეგ უკვე რომაული სტოა სტოიციზმს რო ეძახით სტოა იყო და ეკლესიამ ეს პირდაპირ მიიღო. უბრალოდ ეკლესიამ ნელ-ნელა თავისი გავლენით თუ არ ვიცი იყო აღმოსავლური ტომების გავლენით თუ როგორ იყო ნელ-ნელა წანაცვლდა აი აზიური დესპოტიზმის შესაძლებლად ზოგადად ეს უხეშად ეწოდება ცეზარო პაპიზმი. ესე იგი როდესაც თუ პაპო ცეზარიზმია დასავლეთში ესე უწოდებენ როდესაც პაპი იყო მთავარი ცეზარი პაპი განაგებდა მთავარი პერსონა იყო პაპი ინსტიტუცია იყო პაპი და შემდეგ მეფეები მას ეკმდებარებოდნენ ვისაც რომის პაპი აირჩევდა ან აკურთხევდა ან ის იქნებოდა ლეგიტიმური მეფე ხელმწიფე მთავარი და დასავლეთის ასე ვთქვათ ისტორია თუ რომს გამოვიწყოთ სწორედ მე-9 საუკუნიდან 800 წელს ბოდიშით იწყება სწორედ ის რომ რომი
დაადგავს გვირგვინს, აკურთხებს, მირონს ცხებს. მე მგონი პირველად მას ცხებს მირონს და პირველად მივიღებთ კარლ დიდის იმპერიას. საიდანაც რომელსაც ეწოდება რომის წმინდა იმპერია. და შემდეგ მოდის. აღმოსავლეთში იყო სხვანაირად, მთავარი იყო ჩვენთან ხელმწიფე, ჩვენთანაც ეს ხედავთ დავით აღმაშენებელს ახლა საერთოდ ფეხებზე ეკიდა. მე მგონი ვინ იყო საქართველოს კათოლიკო პატრიარქი. თვითონ დანიშნა წიგნობარ თუხუცისი და თამარმაც კინწის ყვრით გააგდო ის ეპისკოპოსი, ის პატრიარქი, რომელმაც ეგ წაიწუწუნა, რომ თამარი არ იყო ნამდვილი კანონი მემკვიდრე სამეფო ტახტის. ასე რომ ეს ანაცვლება აღმოსავლეთ აზიური დესპოტიისკენ. აი თქვენ თუ ნახავთ ჩვენ სწავლობდით ამას და ტექსტები იც იყო, როდესაც აზიური მეხუთე მეექვსე საუკუნე სანამ შემოვიდოდა ისლამი მოვიდოდა. სპარსეთში იყო ზუსტად ანალოგიური ესეთი მართლობა, რაც ხელმწიფეს შახს ხელმწიფეს და აი ჩვენ რომ ამოვთ ახლა სიმფონია იყო ესე იგი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სიმფონია. იდეა იყო სიმფონია. ეს სიმფონია ნიშნავს ხელმწიფოსა და პატრიარქს შორის. ესე იგი უმაღლეს ხელისუფალსა და უმაღლეს საეკლესიო ხელისუფალს შორის უნდა ყოფილიყო აი ეს ქრისტეს ორ ბუნებაზე დაფუძნებული მართლობა, როდესაც ეკლესია განაგებს სულიერ საქმეებს და ხელმწიფე საერო ხელისუფლება განაგებს ხორციელ საქმეს. ეს თავისთავად ნაჩვენებიცაა, რომ ეს თეოლოგიურად ვერ მართლდება ეგ და აი ესეთი მსგავსი რაღაცა ქონდათ იქ სპარსეთშიც. სადაც ხელმწიფე იყო და სადაც პირველი ქურუმი მობიდანი ის ცდილობდა, რომ აი ესეთი ყოფილიყო ის რაღაც მარჯვენა ხელივით ვეზირივით იყო ხელმწიფესი. და როგორც რეალურად გამოდიოდა ხოლმე პატრიარქები მაინც ემორჩილებოდნენ ხელმწიფეს, თუმცა ასეთი სიმფონიების დროს ყოველთვის ხდება ხოლმე შემდეგ აი ესეთი სურვილი, რომ სწორედ სასულიერო ხელისუფლებამ მიიღოს უფრო მეტი ძალაუფლება და განაგოს უკვე ხორციელიც, იმიტომ რომ და ეს ყოველთვის ხდებოდა სპარსეთშიც და აი ახლა რაც არის სპარსეთში, როდესაც არის საერო ხელისუფლება, მაგრამ რეალურად მხოლოდ აი ეს იმამ ყულიხანი როგორ არის ეს და აიათოლები განაგებენ. რეალურად მათ თავიანთი ჯარი ყავთ, თავიანთი აი და რაც მოხდა რა 77 წელს. აი ეს ყოველთვის ამისკენ იხრებოდა ხოლმე აი ესეთი იხრებენ ესეთი სიმფონიები ხოლმე რა რაღაცა ხან ერთ ხან მეორე, მაგრამ ძლავრობს დამოკიდებულია პიროვნებებზე, დამოკიდებულია გარემოზე, დამოკიდებულია ეკონომიკაზე და 1000 მილიონ რამეზე და ამ ხელისუფალს შორის სულიერსა და სასულიერსა და სახელმწიფო ხელისუფალს შორის ეს სრული ბალანსი ვერასდროს ვერ დაიცვებოდა. მაგალითად აი ეს განხეთქილება რომელიც გვაქვს ჩვენ ეკლესიაში, ესე იგი სწორედ ახლა დოგმატიკოს სული თვალსაზრისით მართლმადიდებლურ ეკლესიასა და დასავლეთ შორის დასავლურ მწვალებლობას შორის, ესე იგი განწვალება, ქართულად განწვალება გაყოფას ნიშნავს. მწვალება გაყოფას ნიშნავს. ალბათ აქედან მოდის მწვალება, რომ ესე იგი ადამიანს ესე იგი ხელფეხს აჭრიდნენ ან გახლეჭდნენ ან რაღაც ცხენს მოაბავდნენ ან რაღაცა. აქედან შეიძლება მოდის განწვალება, ესე იგი დანაყუწება, განწვალება, გაყოფა, გახლეჭა. გახლეჭა, ხო? აქედან დღევანდელი სიტყვა წვალება ზოგადად ნიშნავდა გაყოფას. ამიტომ არის მწვალებელი, ესე იგი გამყოფელი. რომელიც გაყოფს ეკლესიას, გახლეჭს. ხო, ეს თვალად არ ეთანხმება ხა ედიშერის კრიტიკას, რომ
გახლეჩაზე ლაპარაკიც აღარ არის. არამედ ლაპარაკია როდესაც გაიხლიჩება ეკლესია, არამედ რაღაცა ჯგუფი ან ჯგუფები მას ჩამოშორდება. ესე თვითონ ეკლესიის გაყოფა კი არ ხდება, გახლეჩა. არამედ ეკლესიისგან ჩამოშორება ხდება. ესე უნდა, მაგრამ ქართული სიტყვა განწვალება, რომელიც გაყოფას ნიშნავს, აი დიშერის ამ გაგებას არ მოწმობს. Okay, კაი, ეს შეგიძლიათ ნახოთ, ესე იგი დაიდი შერჭელიძე და კრება ან დაწეროთ ან სინოდი ესეთ რა ჩაწეროთ და იქ ნახავთ ამოგიგდებს ტექსტს, სადაც 2016 წელს, სადაც დიდი კრება უნდა გამართულიყო. ამისი კრეტაზე, რომელიც ქართველებმა და რუსებმა არ მიიღეს მონაწილეობა, უბრალოდ რუსებმა და შემდეგ ქართველებმა არ მიიღეს მონაწილეობა. ეს იმ ტექსტს, ესე იგი როგორ ვთქვათ, სავარაუდო ტექსტს, სამუშაო ტექსტს, სქემას, როგორ არის, გეგმას კი რას უწოდებთ, თქოს, პროექტს აკრიტიკებს ედიშერი და ძირითადი კრიტიკა მისი არის ამაზე, რომ აი რატო უწოდებს ის დოკუმენტი, პროექტი, რატო უწოდებს სხვა ეკლესიებსაც ეკლესიებს და იმიტომ არ არსებობს ხოლმე ერთი ეკლესია, სამართლიანი ეკლესია. ეს არის ედიშერის აზრი და ეს არის ერთ-ერთი მისი კრიტიკა, რაც ის აკრიტიკებს. რომელიც არ დასტურდება ხა ესე. იმიტომ რომ არის ხა ეკლესიაში ესეთი ისტორიები, როდესაც ეკლესიაში მაგალითად საუკუნეების განმავლობაში ეხა აღარ ვაკეთებენ მართლმადიდებლები, მაგრამ რუსები და ქართველები, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც კათოლიკებიდან მიღებულ სამღვდელოს, მღვდელს ან ეპისკოპოსს აღარ ჭირდებოდა ხელდასხმა. უბრალოდ სხვა პერიოდში სხვადასხვანაირად იყო. ეხა მირონს და რაღაცებს ხებენ, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც არავითარ მირონს არ ხებია სომხებს მაგალითად. სომეხი უნდა მოვიდეს და ან კოპტი და უნდა უბრალოდ წამსი თქვას რა. ამორჩა იმ მირონსაც არ ცხენ, ხა ჩვენთან თავიდან ბოლომდე ნაცვლად ქართველები. არც რუსები და არავინ და ათონის-თასი ეგრე დაანჩენები არ აკეთებენ და მოვა სომეხი იტყვის всё თქვენ ეკლესიას უერთდები, всё მორჩა. ეგ არის და ეგ. თუ მღვდელია და რაღაცა მღვდლის ხარისში რჩება. ესე თუ იქ არაფერი საერთოდ არ არის და განწყობლება და ეკლესია საერთოდ არ არის და მადლი და მთლიანად მოკვეთილები არიან. როგორც ახლა ამას ედიშერი ამას, მაშინ როგორ რა არის ეს. მოგეთ ეკლესიის საზღვრების თემა ეს ძალიან ისეთი თემა არის 20 საუკუნის დასაწყისში ამაზე იწერებოდა. აი რა, ნუ მე მეანებს ამას თავი, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია ამის დადგენა, ან ედიშერივით და იუსტინე პოპოვიჩივით აი ესე დაადგენო, სადაც მართლმადიდებლები ვართ, იქ არის ეკლესია. სადაც არა, всё მორჩა. და მაგრამ ეხლა მაშინ მოდავსოთ კითხვა, რა არის მაგალითად უკრაინის ეკლესია. ერთი მხრივ თუ ის მწვალებულია, თუ ის ეკლესია არ არის და მასთან ექვსო კავშირშია მთელი მსოფლიო გარდა რუსებისა, მაშინ რა გამოდის და ჩვენ იმ მსოფლიოსთან ვართ კავშირში. მაგათ ეგრე ადვილი არ არის, როგორც ხა ედიშერი ამას ამბობს, იქ უბრალოდ ეს ეთყობა, რომ თავიდან მოიშორა ეს რა. ეს ტექსტი, იმიტომ რომ კიდე არის რაღაც რაზე შეიძლება დავა, მაგრამ არაფერზე არ შეედავა, просто ეს დაწერა, რომ ამითი ნუ აჩვენა, რომ ეს ტექსტი არ ვარგა და ნუ საპატრიარქოს მისას საშუალება თავი ემართლებინა და всё მორჩა. მოგეთ, ესეთი ამბებია. და რომ ნახოთ იმ დასავლეთში, აღმოსავლეთში დესპოტია, ეს სიმფონიას რო ვიძახით, რომ ეს მიღწერა მართლმადიდებლური აზრის, არავის არ მიღწევა ეს მართლმადიდებლური აზრის არა, ისეთი რაღაცა ხდებოდა სპარსეთში. ეს არის უბრალოდ არსებული რეალობის, დეგრადირებადი რეალობის, როდესაც ნელა რომის სამართალი უკანა პლანზე გადადის, ინერციით გამუშაობს, იმიტომ რომ მისი ჩამონაცვლელი და შემცვლელი მართლმადიდებლმა ვერ გააკეთეს, ესე იგი იმისაც რომ გააკეთებინათ, მაშინ უნდა ქონოდათ არა მხოლოდ თეოლოგია, არამედ ფილოსოფია. ხოლო ფილოსოფია არ ქონდათ, იმიტომ რომ იუსტინიანემ რომელსაც ეს სამართლის კოდიკა შეადგინა, იმანო იუსტინიანემ აკრძალა საერთოდ ფილოსოფიური სკოლები, ნუ და დახურა და დაუტეკა და მოსვა და ამას მე ნელა მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ერთ-ერთ მიზეზად დასახელებენ სწორედ ის, რომ მართლმადიდებლმა თავი ვერ გაართვეს მაგალითად ისლამს.
თეოლოგიურ დონეზე უბრალოდ არ არის ხან ერესად მიაჩნდათ ისლამი ხანის მოგეთ და ის დესპოტია რაც იყო ჩვენ გიოძახით აღმოსავლეთ რომის იმპერიაზე თავის თავს ეძახდა მაგრამ ამდენად ის იყო რეალურად უბრალოდ როცა სხვა აღარ იყო მაგიტომ მას უწოდებდით მაშინ ეწოდებოდა რომი ხა თავის თავს უწოდებდნენ მაგრამ და კარლოსიც თხოვდა ირინე იყო მაშინ და აპირებდნენ შეუღლებას რომ ეს ორი იმპერია ესე იგი აღმოსავლეთის და ის დასავლეთ წმინდა რომის იმპერია გაერთიანებულიყო მაგრამ არ გააკეთეს ეს აღმოსავლელებმა და შემდეგ მივიღეთ ის რომ აი როდესაც მოვიდოდა ვინმე ნიჭიერი ძლიერი პატრიარქი როგორიც იყო მაგალითად ფოტიოსი ის ინდომებდა შემდეგ უკვე იმპერიის მართვას უკვე აი იმ საფუძველო სულიერება აღემატება ხორციელებას რის გამოც თვითონ ფოტი პირველი სქიზმა გააკეთა დასავლეთთან და მეორე მხრივ თვითონაც მე დასაჯა უკვე პატარა იმპერატორებმა რომელიც თვითონ აღზარდა აი მათ მე თქვენი აღზრდელი ვარ და მე ჩემ სკოლაზე უნდა დავდიოდეთ ფოტეუნებოდა შემდეგ ეს რეალად ციხეში გამოვამწყდეს ეგრე დაამთავრდა ის ცხოვრება მონასტერში გაუშვეს ასე იგი ციხეში გაუშვეს და სწორედ ციხეები მონასტრები რომ არიან პირველი ესე იგი პროტოტიპები დედნები ასე ვთქვათ ციხეების თანამედროვე ციხეები რო გვაქვს და საგიჟეთების ამას ეს დადასტურებულია კვლევებით და ამას შესახებ ფუკოც წერს მიშელ ფუკოც ამას შეიძლება დააჩვენოს ესე იგი რომ მონასტერში გაშვება ეს ნიშნავს ციხეში გამომწყდებას რა ესე იგი მონასტერდან ის ვერ წამოვერ გამოიქცევა დატოსაღებულია და იქ ემორჩილება იქ შინაგან დისციპლინას მოკვეთილია გარე საზოგადოებიდან ხო ციხის თავარი აზრი ხო დაჟა ხო არ არის ასე ვთქვათ ასევე მისი განზღუდვა საზოგადოებისაგან ხო და ასეთ ვითარებაში მართლმადიდებლებს არასდროს არ ქონიათ სამართლის არც თეოლოგია არც ფილოსოფია არის ამისი კვლევა რას ნიშნავს სიტყვა სამართალი დიკეოს რას ნიშნავს არის ორი მცირე ტექსტი პროსტორეთ წიგნებში კვლევებში არის ეს შეიძლება მისი ნახვა მაგრამ დიდ არაფერს არ ნიშნავს რას თავარი არის ის რომ აი მაქსიმესთან ხდება სიტყვა სამართლიანობა ეხლა აი ჩვენ რო გვაქვს რა სულთანთან აღსრულებულ და მართალთასა რუსა მონისა შენისა საგანოსვენე მაცხოვარდა სულთანთან რა მართალთან აი ეს მართლები არიან გამართლებულებს ეს არიან დიკეოსინი მეტაპნევმატონ დიკეონ ტეტელიომენო დიკეონ დიკი არის სამართლიანი დიკეოსინი სამართალი დიკი არის სამართალი დიკეონ ესე იგი სამართლიანების ასე ვთქვათ სამართალი ქართულ მართლებს რომ მართლები ესე სამართალი ხო მართალი რა დიკეოს მართალი მართი არის წოური დიკეოს კიდევ ბერძნულად დიკეს ეწოდება ერთ-ერთ შემთხვევაში ეწოდება გზა ბილიკი აი ამ გზაზე რო დადგები დიკეს გზაზე რო დადგები ეტიმოლოგია არ არის ცნობილი მაგრამ ერთ-ერთი მისი გამარტებით დიკე არის გზა ბილიკი ესე იგი ამ გზაზე რო დადგები სამართლიანობის გზაზე რო დადგები მართალი გზა კიდევ შეიძლება მოხული იყოს მაგრამ მაინც გზა გიგვა გზა გატკეცილი გზა მაგრამ ახლა ნაწარმოების სიტყვა ვერ მეჭყუებიან ხოლმე რატო აერთებო სიტყვებსო და იმიტომ აერთებ ჩემ კარგო როცა არ ყოფნის avenue არა გზა ტკეცილი ხო highway გზა ტკეცილი ხო და ტკეცი გატკეცილი გზა რომ არის გაუთავებული კაპიცკინებული ტკეცილი გზა მოკერწული შეიძლება იყოს პატარა გზა ტკეცი გზა მაინც გულისხმობს სისწორეს ხო მაინც გზასაზე და მართალთასა გზა სწორი სისწორე მართალი და აგენ დიკეც აქედან მოდის მართი გამართული
მართკუთხედს რო ვამბობთ რა, მართალი ნიშნავს მართ. ესე იგი მართკუთხედი, სწორს, მართი. მართალი, ესე იგი სწორი კაცი. ქართულში შემოსა სწორი ადამიანია, ეხლა წამოს, მართალი ადამიანი. სწორი ადამიანი, მართალი, სამართლიანი, ასეთი. მაგრამ აი მაქსიმე რო ხმარობს, მაქსიმე აღსარებელი ამ სიტყვა მართალს. იქ ის იყენებს, მისთვის მართალი არის ადამიანი, რომელშიც ყველა სათნოება არის სიბრძნე, გონიერება, კიდე რაღაცა, თავშეკავება, ზომიერება და ეგეთ რაღაცა, ნუ მეოთხე არის სამართლიანობა და არისტოტელეს გაგებით სამართლიანობა არის ყველა ამ ოთხ მთავარ სიკვდილს შორის მთავარი. ესე ყველაფერი, სიყვარული, მოწყალება, რაღაც ყველაფერი მიდის სამართლიანობის ადამიანი უნდა იყოს სამართლიანი. ესე იყავი მართალი სამართლიანი, სწორედ სამართლიანობას აქვს სოციალური განზომილება. მართალი კაცი არის ის კაცი, რომელშიც დამოკიდებულია ყველა დანარჩენი სათნოება. ეს არის როდესაც ადამიანი განხრდება და თეოსისი, ესე განხრდება ადამიანი არის ღმერთში, იესოს შტანში, იმიტომ იესოა თავად სამართლიანობა და სამართლიანობის მზე. ესე იესო არის გამოჩენილი სამართლიანობა. ესე სამართლიანობა, მართლობა, სწორობა, ასე ვთქვათ, არის საღვთო თვისება, ღვთაებრივი თვისება, ღმერთის სიყვარული არს რო ამობთ, აი ამ სიყვარულის გამოვლინება არის სამართალი. ესე იგი, ყველა დანარჩენი საქმეობა მაქსიმისთვის ამ სამართალში იყლის თავს. ესე სიყვარული ყველაფერი ვლინდება სამართლად. ესე იგი, სიყვარული მაგალითად შენ გიყვარს, ხო? აი სიყვარულის სავსე ადამიანი ხარ. ასაკეთი. იქცევი ამ სიყვარულის მიხედვით, ხო? გიყვარს ხალხი, რაღაცას აკეთებს, გიყვარს ერთია. აი მაგალითად რუსებიც ამბობენ, ქართველები გიყვარს ხართ, ხო? უკრაინელები გიყვარხართ, ძმებს ეძახიან უკრაინელებს. მე ბავშვს უკლო. ქართველებიც უყვართ, ხო? პუტინმა ხო თქვა. ჩვენ ბომბავთ საქართველოს, მაგრამ ну რა ვქნათ, ეს სააკაშვილს თორე не жаль грузинского народа, ხალხი მეწოდება, მაგრამ ისე ძალიან მიყვარხართ, ну რა ვქნათ, ეხლა ვერ გაგიშვებთ. ამ სიყვარულის ყველაზე კარგი მაგალითია ბავშვობაში სულ მიკვირდა ხოლმე. მეგონი ფილიპოვნა არის, ხო ის? ანასტასია ფილიპოვნა. იდიოტი არ არის ეგ. მახსოვს ბავშვობიდან ვიღაცას რო უყვარს რა გოჟინს თუ ვიღაცას რო უყვარს. ხო მე არ არის. ბოლოს რომ მოკლავს რა ვაფშე რა თავის სიყვარულს. ხე სიყვარული არ ყოფილა ესე იგი. სიყვარული თუ არის, მაშინ ის რასაც ანათებს, ხო ვიღაპარაკეთ, სადაც არსი არის, იქ აუცილებლად არის ამ არსის მოქმედება, ენერგია. მაგრამ ცეცხლი რო ამთია, მისი ენერგია არის, მისი ნუ სინათლეც, მაგრამ მისი სითბო. ხო, რკინესი არის სიმაგრე, ყინულის არის სიცივე. პროსტო რაღაცა არის, რაღაც ფერი არის ასწავლი იქ და აგდია. და ნუ ფერი არის თავისთვის და იმის მოქმედება არის სილურჯე მაგალითად ამის ეს წვანე. ეხა ამას ყველა თავისებურად ამბობს. ხო? ზოგი ამას ლურჯს ეძახის, ზოგი ამას წვანეს ეძახის. ფირუზის ფერია. აი ფირუზის ფერს მაგალითად, ხო? პასტები იყო ჩვენ დროს მელნები ბავშვობაში მახსოვს მე მიყვარდა ფირუზის ფერი. იყო მელანი, ესე იგი ესეთი მელნის ფერი და მელნის ფერი ზღვა. ხო და იყო ასევე ჩვენ მქონდა წითელი და ფირუზის ფერი. ხოდა ის ფირუზი მიყვარდა ძალიან, ფირუზს მე ვეძახდი ლურჯს. და ჩემი ამ ხანაგი მახსოვს ეძახდა მწვანეს და ეს იყო პირველი დავა, მაშინ აღმოაჩინე პირველად რომ ადამიანები თვით ადამიანები სხვადასხვა ფერად აღიქვამენ, ხოლო აი ეს ფერადაც გითხარით, მაგალითად ამ ბალახს ის ფერად აღიქვამენ, თუ არ ვწდებით, ჩვენ მწვანედ აღიქვავთ და ვიღაცები ცხოველების თვალსვები ძროხა თუ ძაღლი თუ რაღაცა აღიქვავს ის ფერად რა. სხვადასხვა ცხოველი სხვადასხვანაირად აღიქვავს და თითოეული ადამიანიც სხვადასხვანაირად აღიქვავს ფერებს. აი თითოეული ადამიანი კი არა,
ერთმანეთისაგან განსხვავებული ფერება დავყოთ. ესე იგი აქ ერთი აქვს და რაღაცას მოქმედეს ის ფერი, რაღაცა ტალღებს ისვრის და მე როგორ ჩვენ გავშიფრებთ ამას ეს სხვა, ეს უკვე კიდე სხვა თემაა თვითონ რას ნიშნავს ეს მოქმედება, მაგალითად ეს სითბო, ცეცხლის სითბო, რომელსაც ისავლეს, ვიღაცისთვის ეს არის გამათბობელი, ვიღაცისთვის ეს არის მომკვლელი, ხო? ვიღაცა შენ ადამიანს გჭირდება ეს სითბო, მაგრამ შეიძლება დაწვას 1000 უჯრედი და რაღაცა მოსწოს გაანადგურეს. ესე იგი ის მოქმედება კიდევ დამოკიდებულია იმაზე, რომელზეც ის ზემოქმედებს და შემდეგ ის ზემოქმედების კიდევ შინაგან თვისებაზე. ეხა ეს მაგალითია, ეხა მე ამას ვამბობ, ეს თლიანად იგულისხმება იმ ნეოპლატონებში ან ვინც ესეთ მაქსიმუმ მასმედრობაში, რომელიც ჯოჯოხეთის ცნებას ზუსტად ასეთია ჩვენ თვითონაც ის მოქმედება, საღვთო მოქმედება ერთია, ეს არის სიყვარულის მოქმედება, სამართლიანობა. და ის სიყვარულის მოქმედება სამართლიანობა ზოგს ცეცხლადედება და წვავს და ეს არის მაგალითად ჯოჯოხეთი და ვიღაცას ეს მისთვის ვიღაცისთვის ვინც გამოწრთობილია ამ ცხოვრებაში მისთვის ეს არის სითბო მშვენიერება სილამაზე განცდა კარგი ხო და ეს მომენტი ესე იგი რომ სიყვარულის გამოვლინება უნდა იყოს სათანადო. და აი როგორ სიყვარული როგორც ვლინდება სოციალურ ცხოვრებაში ან ადამიანის ქმედებაში, ეს არის სამართლიანობა. ეხლა გუშინ წავიკითხე ამაზე არ ის ამას რომ მაქსიმეს უსო სამართლიანობას თეოზისის ესე იგი გაღვთობის ნიშნულობა აქვს ესე გაღვთობასთან ერთად უნდა განვიხილოთ ეს არის ტყუპი ტერმინია ასე ვთქვათ ეს მართალი ნიშნავს განღვთობილს განღვთობილი ნიშნავს მართალს და ესე იგი ქრისტესთან ზიარებულს ქრისტესთან სულიწმიდის ენერგიებით მიწებებულ ქრისტესში მაცხოვრებელს ქრისტეში მოარსებეს ქრისტეში მყავს ეს გომარეობა განხდება ამას ნიშნავს გულისხმობს და ეს იგივეა რაც იდენტურია რაც იგივეობრივია ადამიანის სამართლიანობისა მართლობისა და მას სოციალური განზომილება არ აქვს ხო ეგრე ჩანს მაგრამ ნუ ახლა მისი ცხოვრებიდან როგორც ვიცით ის სწორედ ამ დოგმებზე რომ იღწოდა და აი სამართლიანად იღწოდა სწორედ სოციალური და პოლიტიკური განზომილებაც კი ჰქონდა მას, იმიტომ მას დასაჩეს მაქსიმე და გადმოასახლეს საქართველოში ენა მოაჭრეს და მარჯვენა მოკვეთეს თუ რაღაც ხო და რატო გააკეთეს ეს იმიტომ რომ დაისაჯა ის როგორც იმპერიის წინააღმდეგ ბუნტარი აჯანყებული მე ამბოხე რატო იმიტომ რომ იმპერიას უნდოდა რომ რაღაც მისთვის იდეოლოგია იყო მართლმადიდებლობა და ნუ რაღაცა კომპრომისი უნდოდა რომ ეს ტომები რომელიც იმპერიის შიგნითაც იყო და იმპერიის გარეთაც იყვნენ უკვე რომელთაც ჩვენ ესე უხეშად უწოდეთ მონოფიზიტებს მათთან რაღაც საერთო იდეოლოგიაზე გადავსულიყავით რომ ეს საშუალებას მისცემდა რომის იმპერიას რომ ისინი მოკავშირეებად გაეხადა და რეალურად დაექვემდებარებინა და რაც ნუ არ მოხდა ეს არ მოხდა მაქსიმუმში ძალიან შეუშალა ხელი პაპმა მარტინემაც მარტინეც მიკინზეს ესეც აქეთკენ მოსპეს ეს გააკეთა წმინდა მართლმადიდებლო იმპერია ну დასავლეთი რო არ აღიქვდა აღმოსავლეთის ბოლომდე ну თავისად აღიქვდა რა თქმა უნდა მაგრამ მაინც რომის იმპერია და არქვის მე ბიზანტია და ხა ჩვენ რომაელები ვარ თავისას რომს ეძახიან მაგრამ ხა რომი მასე ხა რუსეთიც იძახის მესამე რომი და ვარო და არის რომი ხო ხა ასეც იძახი ხა მაგრამ ხა რუსები როგორც ამბობენ ზუსტად ისინი არიან მესამე რომი და ჩიტიროტოვანი ბიუას და რაღაც ხო თავისას ეძახდნენ რომს რუმინელები თავისას ეძახდნენ რომს სერბები თავისას მოკეთ ყველა სამთავრო რომელიც წამოიჩიტებოდა
უცებ გამოაცხადებდა რომ ის იყო ნამდვილი რომის იმპერატორი და დაცვინთაც კი არსებობს. ისტორიულად არსებობს ზუსტად აღარ მოხსნე ბასილიმ გაუკეთა. ბულგარ რუსულმა გაუკეთა ეგ და კიდე მანამდე გაუკეთეს. კაცო კეისარი ხარ, აბარა ხარ და დაადგავდნენ გვირგვინს, გაუშვებდნენ და გზაში საწამლავს ჩაუდებდნენ აი რაღაცე. მოგტაებოდნენ. ეს არის მაგალითად იმის თქმულებაში, რომ ცოლად მოგიყვანო. რო ეუბნებიან ოლგას. მის ტახტზე იმასია კონსტანტინოპოლშია წასული. უკრაინელის რუსი ოლგა. ცოლად მოგიყვანო, არ მინდა მე შენი ცოლობა ბიჭერასაც მისო. მოიყვანდა ცოლად, ვიტომ გაადედოფლებდა და ერთ ღამეზე მკვდარს იპოვით. და წამოვა უკანეს, თქვენ ეგეთები ხართ. ეს პირდაპირ წერია, ესე აღიქო, ესე აკეთებდნენ. შო, კი კაცო, როგორ არა, დიდი იმპერატორი ხო, აგანა სიმონიკანა და გნაც. მოგლავდე მე ვაუ, მოკვდა და რა უქნათ ეხლა. ზოგჯერ ფულსაც კი გადაუხდით, ხო, მე იყო შემთხვევა ბულგარელებს გადაუხადეს ფული. მე მივხვდი ბულგარელები ეგრე არ გამოვაო და შემოუტიეს და მოიხუცნენ. ბულგარ რუსული. ბასილი მეორე. ჩვენ რო წაგვართ რა, უკან. გიორგი მეფე რო შეიწირა პირველი. ხო და მაშინ ჩვენ ატმას ჩვენ და ბულგარელებს ერთად გვინდოდა შეგვეტია და ენა როგორ მავიწყდა ეს ისტორიებს უკაფიოდ მქონდა თავში და ხო ესე იგი ჩვენ აუცილებლად გჭირდება იმისათვის რომ საეკლესიო სამართალში გავერკვეთ ჩვენ ჯულის კანონს რო ვეძახით არწესი რო გავერკვეთ ჩვენ გჭირდება სამართალის ასე ვთქვა პირველი მე მაქსეთი დონის არა ვარ რომ მე აგირა ზუზუ კურდღელი დაინახე და აჰა ჩვენი კურდღელიც არის ეს ზუზუც ენადირება გაიქეცე რომ გაგეცა ეხლა რო გაუშვო გაიგდება ზუზუ არ გამოვიდა გაგვექცა რა აჰა იქ დგას და ისე გაიფება ეხლა ამას ზუზუ ვინ არის ეგა ვინ არის იწრიძო ვინ არის ეგა რა უნდა მაგას რა მოგიში დადისაკო შენი ნებართვის გარეშე რა ხო რომ მოკეთ ხო და ამიტომ აუცილებელია სამართალი მეგობრებო და მაქსიმესთან ეს სამართლიანობა ესე იგი ბოლოს ავდეს რომ გამართლდება ღმერთი გამართლდება ესე იგი ქართულად წელში გაიმართება გაიმართება ხო ესე გამოვიდა წელში გაიმართა კაცი ხო ეს ნიშნავს რა უცნაური იდიომა ყო ხე წელში გაიმართა კაცი რატო ესე იგი მოკოკული დადის ესე ღარები რო ხარ ყველას თავს უხრი და თავში გირტყავს ხო არასე აბა ეხლა სიმდიდრე როგორ წელში როგორ გაგმართავს თუ ეს პირდაპირ მნიშვნელობით ავიღე სიმძიმე უნდა დაგხაროს პირიქით კიდე უფრო მეტად ხო დაგაწვეს და მიწისკენ დაგახედოს ბიბლიურად ეგრე არის რაც უფრო მიწისკენ რაც უფრო დიდარი ხარ და ვერცხლის მოყვარე ხარ მით უფრო მიწისკენ იყურები და ზეცისკენ აღარ იყურე ხო და აბა როგორ იქნება ეხლა ეგ ამბავი წელში გაიმართა ესე იგი ნიშნავს რომ გამედიდრდა კარგად შეჭამა ესე გამხდარი ესე მოკუტული დადის ხო ავადა შეჭამა და მოცელი გამოებერა და ხო შენი პივები დალია და გამოებერა მოცელი ვიარ ბელ გავუხდა პივის მოცელი რა გამო დიდი მოცელი რომ არის ხო ჩეხებს რომ აქ თან თქვა აი ეგეცოდინე საზამთროსავით არის პივის მსმელია იბერებაო და ყუნწი უხმება გამართლა აღმოჩნდა თურმე რომ ბევრი პივის მსმელობა იწვევს იმპოტენციას უბრალოდ აღარ აინტერესებს რა პივის სვავ აი სექსუალურ ტოლვას თურმე აკრავს რა ნუ და თუ ყოველდღე ბევრ პივას სვავ და ყოველდღე პივის ველი ხარ ნუ ესე გლოთი ხარ ნუ ჯერ ერთი რომ გასუქებს და მეორე თურმე ეს არის და ეგეთი გამოქვანქონიათი ჩეხებს რა რომ საზამთროსავით არისო რა იგი იბერებაო უნცი უხმებაო სექსუალურ ტოლოს აკლდებო ხო რაღაც ესე წელში გამართო
ხო მართალი კაცი და მაქსიმესთვის ეს არის თეოსისის სინონიმია, შეგვიძლია ასე თქვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. გაგებისათვის სამართლისა. ესე იგი სამართლიანობა გულისხმობს, საეკლესიური თქვა, გულისხმობს ქრისტეში, ესე ქრისტეს სათნოებებით ცხოვრებას. მაგრამ ეხლა თუ გადავარ ჩვენ სათნოებებზე, რა არის ეს სათნოება, სიკველე რა, ასე თქვა. აი სათნოებათა მოყვარეობა ქვია, მაგალითად ხო დაბრატალობის, მაგრამ დაბრატალობია ეს გვიანდელი შვენიერებად სიყვარული ქვია, სათნოებად სიყვარული ქვია. სათნო გითხარით რაც არის ქართულად, ხო? წამოდი, რომ თავს მოაწონებ. ღმერთს მომწონს, აი მთნეა, ხო, მევასება რა, დასავასებელი, აი სათნოება ნიშნავს სავასო. აი ვასვასონე. ავი ჩემი ბაბუო ჩემს და იძახდა ხოლმე ვასვასიო სიტყვას. არსებობდა ეს სიტყვა ვასვასი, ეგეთი სიტყვა. ნუ ან ხუმრობდა დავასება. არა, იმიტომ რომ სანამ მევასება, მაგრამ ევასება და რაღაც ეს 70-იან 80-იან წლებში იყო ეს ჟარგონი რა და ხალხო ამდა ვასვასი. და ვასი რა, ვასი არა. უნდა ნახოთ ეტიმოლოგია, საიდან არის ვასება. ან სპარსული იქნება, ან არაბული, ან თურქული რა. სამი ვარიანტია. ან სომხური. ოკეი, 4. ხო და ვასვასონე, ვასი. შეიძლება უფრო სომხური. ხო? 19 საუკუნე. ქალაქური ტერმინია. თბილისური ტერმინი იყო რამდენადაც ვიცი, მაგრამ ხო ბაბუა ჩემის და აქ იყო, აქ მე ახალგაზრდობა თბილისში გაატარა და მთელი ბავშვობიდან ხო შეიძლება იცოდეს თბილისური ჟარგონიც. არ ვიცი, ხო. მოგეთ რაც არის ახლა და ესე იგი სათნოებას ყველაფერი ეს მიდის იქითკენ რომ ადამიანი გამართლდეს ღვთის წინაშე, ესე იგი ღმერთის სიყვარულს ეზიაროს, იმიტომ რომ ღმერთის ენერგია როგორც ვისთვის წველია, ვისთვის გამოთმობელია, ესე იგი ეს არის სიყვარულის ენერგია, სიყვარულის მოქმედება და ეს სიყვარულის მოქმედება იგივე რაც სამართლიანი მოქმედება, სამართლის მოქმედება. ესე არის მაქსიმესთან. ნუ შემდეგ მიდიხართ უკვე სათნოება და სათნოება უკვე თავისი სიკველის მნიშვნელობით, როდესაც ზნეობაზე მივართ რა არის სწორი და რა არის სწორი. ამ შემთხვევაში არის ესეთი რაღაცა, რომ ყოველთვის ეს ტკინდება სიტუაციაში ზოგადი კანონები, ამაზე იან არასი წერს მე ქრისტო ბერს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს უკვე არისტოტელესთან არის ფართოდ გამოყოფილი და ყველა მაგას ამას რომ სათნოება არ არის ეს გაწერილი, ესე იგი მკაცრად გაწერილი რაღაც ნორმები, არამედ სამართლიანობა, ესე იგი მორალი ამ შემთხვევაში არის ის, როდესაც სიკველე, ესე იგი სათნოება, ეს არის ის, რაც ადამიანი ყოველთვის ეხლა და აქ, ყოველ სიტუაციაში უნდა გამოიძიოს და სწორად იმოქმედოს. და მოყავთ ეს სოკრატეს მაგალითი, როდესაც სოკრატე ძალიან მამაცი კაცი იყო, ეს არის მხნეობის, მამაცობის სიკველე, არის ასე ეგეთი სათნოება. ის კი არა რომ ყოველთვის თავით გადაეშვა და თავი შეაკლა მტერს, არამედ სიკველე ნიშნავს, მამაცობის სიკველე ნიშნავს, რომ თუ საჭირო უკანეს დაიხიო. ეს სოკრატე უკან იხევს, მამარდაშვილსაც უყვეს ეს მაგალითი, რომ ისე იხევს უკან. რომ ყველაფერი დაჩვენოს რომ მას არ ეშინია, უბრალოდ ესე არის სწორი, ესე არის მართალი. და აქედან ამოიზრდება სამართლიანი. ესე იგი საფუძველში ის რაც დევს, მართლმადიდებლ საფუძველში ეს არ არის ასე ვთქვათ ნორმებს მიდევნება, ან კანონებს იმდენად, სისხლის სამართლი არ არის ეს, არამედ ეს არის აი საქსონური სამართალი, common law, ესე იგი ამას უწოდებენ პრეცედენტულ სამართალს და ეს არის სამართალი, როდესაც ყოველ ჯერზე უნდა განისაზღვროს რა არის სამართლიანი ამ შემთხვევაში და რა არ არის, ესე უნდა გაიმართოს სასამართლო. და ეს აუცილებლად ყოველთვის ესე ხდებოდა და როცა სამართალს იკვლევენ, ბიზანტიურ სამართალს და საეკლესიო სამართალს იკვლევენ, იქ აჩენა უყურებენ, რომ ეს სამართალი, მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს სასამართლოზე დადგენა ადამიანი დამნაშავე არის თუ არა, თუ მართალია თუ არა, განისაზღვროს, კაი, მისი ქმედება, რომ განისაზღვროს რა არის,
იქ ჩართულია რიტორიკა, სამართლის ტექსტები, კიდევ რაღაცეებია ჩამოთვლილი. ესე იგი რომ სამართალია დადგინდეს, სამართლიანობა დადგინდეს და ახსოვდეს შემდეგ სხვა და დადგინდეს და ახსოვდეს კი ბატონო, ამისათვის მარტო სამართლის ნორმები და კანონის ნორმები კი არ არსებობს და რომ მორალური ნორმები ხომ არსებობს მორალური ნორმებიც, არსებობს თუ რამდენად სწორად ამას ჩამოაყალიბება, რამდენად სრულ კონტექსტს აჩვენებ იმისა თუ სად და როგორ ახსოვდეს, აი ეს არის ფილოსოფიური ნორმა, ასე ვთქვათ, გაგება მაქსიმეს ესაც ჩემი იდეა, მაგრამ ეს უნდა დავადასტურო უფრო მეტად და მთელი ეს ხარ ასე ვკითხულობ წერ არის ამის შესახებ რა.